Ცხელხის საინფორმაციო სამსახური განაგრძობს პირდაპირ ეთერში მუშაობას. ეს არის ახალი სამსე სოფო ჩაკვეტაძესთან ერთად გამარჯობა. Თეატრულიანი პიოტერ კუბლაშვილის დებატებში კიდევ ერთხელ იწვევს იუსტიციის მინისტრს უზენაესის სასამართლოს თავმჯდომარესთან დღევანდელი მართლმსაჯულების შესახებ სურს საუბარი. პირველ რიგში იუსტიციის მინისტრს სურს მოისმინოს განმარტება იმასთან დაკავშირებით, რატომ ათავისუფლებს სასამართლო იმ ბრალდებულებს, რომლებსაც პროკურატურა მათ მიმართ წინასწარი პატიმრობის შეფარდებას მოითხოვთ. უზენაესის სასამართლოს თავმჯდომარე იუსტიციის მინისტრის განცხადებას ჯერ არ გამოხმაურებია. რაც შეეხება ბატონ კოტე კუბლაშვილს, მე მას კიდევ ერთხელ ვიწვევ დებატში დღევანდელი მართლმსაჯულების შესახებ და იმ მდგომარეობის შესახებ, რომელშიც მან თავად ხელმძღვანელობის პერიოდში ჩააგდო ქართული მართლმსაჯულება, მაგრამ ის დღემდე ამას არ თანხმდება ჩემთვის გაუგებარი მიზეზის გამო. როდესაც ჩვენ პროკურატურა შევდივართ წინასწარი პატიმრობის მოთხოვნით, იმიტომ რომ მტკიცებულებები გვაძლევს ამის საფუძველს, კუბლაშვილის სასამართლო და სულ 4-5 მოსამართლე, რომელთა ხელშიც ხდება გაუგებარი მიზეზების გამო, მხოლოდ მათ ხელში ხდება ეს საქმეები, ისინი სისტემატურად უფარდებენ გირაოს. ამ წუთებში ნაციონალური მოძრაობის მთავარ ოფისში პარტიის გენერალური მდივანი ბრიფინგს მართავს. ჩვენ ახლა შეგიძლიათ პირდაპირ ეთერში მიადევნოთ ალყური ამ ბრიფინგს. ვარ წინააღმდეგი, რომ საქართველოს დაკარგოს ის მონოპოლარი, რომელიც წლების განმავლობაში ჰქონდა, რომ საქართველოს იყო თავისუფალი კანონური კურდებისაგან, საქართველოს იყო უსაფრთხო ქვეყანა. მე არ მინდა, რომ ჩემი ქვეყანა დაბრუნდეს ძველ ბნელ დროში, როდესაც ჩვენი შვილები და ჩვენ საქმეებს არჩევდნენ კანონური კურდები, იკრიბებოდა ოფშიაკი, ქურდები ახორციელებდნენ ვაზრატებს და მართავდნენ პრაქტიკულად არა მარტო კრიმინალურ სამყაროს, არა მართავდნენ ჩვენ ქვეყანაში ეკონომიკას და ხშირად პოლიტიკაში ერთებოდნენ კანონური კურდები. იმ ფონზე, როდესაც მიმდინარეობს ძველი დამსახურებელი პოლიციელების მასობრივი გაშვება პოლიციიდან, ეს ფაქტი არის ძალიან საგანგაშო. ამიტომ მე მოუწოდებ მთავრობას, რომ მიიღოს გადაუჭრელი ზომები, რათა საქართველოში არ დაბრუნდეს კანონიერი ქურდების ბატონობა, კანონურმა ქურდებმა არ გასაზრონ ჩვენი შვილების, ჩვენი ქალაქების, ჩვენი თანამოქალაქეების ყოველდღიური ცხოვრება და არ გააუმწარონ საქართველოს მოქალაქეებს ცხოვრება კანონურმა ქურდებმა და კრიმინალებმა. მთავრობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ ის დიდი შეცდომების ფონზე, რომელიც მან გააკეთა ამ თვეების განმავლობაში, როდესაც ათასობით კრიმინალი გამოვიდა ციხეებიდან და კიდევ რამოდენიმე ათასი გამოვა უახლოეს თვეებში, კანონური ქურდების გამოშვება არის ბოლო წვეთი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს საქართველოში სიტუაციის მკვეთრი გაუარესება და საქართველოში უსაფრთხოების განცდის დასასრული. ეს, რა თქმა უნდა, შემოუბრუნდება ჩვენს ეკონომიკას, შეუბრუნდება ჩვენს იმიჯს და რაც ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია, საფრთხე შეუქმნის ჩვენი და ჩვენი შვილების მომავალს. დიდი მადლობა. ეს იყო პირდაპირ ჩართვა ნაციონალური მოძრაობის მთავარი ოფისიდან პარტიის გენერალურმა მდივანმა იმ საფრთხეებზე ისაუბრა, რაც ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდების ციხიდან გამოშვებას მოყვება. და დღის სხვა სიახლეები რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ვენეციის კომისიის თავმჯდომარისა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრა. მხარეებმა საკონსტიტუციო ცვლილებებზე ისაუბრეს. დღეს ცნობილი გახდა, რომ ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნა 8 მარტს იქნება. ევროპული კომისია 1990 წელს დაარსდა და არის ევროპის საბჭოს დამოუკიდებელი საკონსულტაციო ორგანო კონსტიტუციურ საკითხებში. საერთაშორისო კომისია ქართულ მხარეს რეკომენდაციებს უწევს. უფრო დეტალურად დღევანდელი შეხვედრის შესახებ თამთა ჯანაძისგან შევიტყობთ. ეს ახლა პირდაპირ ეთერში გვერდება, თამთა გისმენთ. შეხვედრაზე მხარეებმა დეტალურად განიხილეს საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც ქუთაისში პარლამენტის ადგილმდებარეობას და პრეზიდენტის უფლებამოსილების საკითხს ეხება. შეხვედრის დასრულების შემდეგ ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა ჯანი ბუკიკიომ მედიასთან კომენტარი არ გააკეთა, რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილის. მისი განცხადებით ვენეციის კომისიას ნეიტრალური დამოკიდებულება აქვს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით და ვერაფერს საგანგაშოს ვერ ხედავს საკონსტიტუციო ცვლილებებში. უსუფაშვილმა ასევე კომენტარი გააკეთა საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ვიდრე არ იქნება ვენეციის კომისიის დასკვნა, მანამ ამ კანონპროექტის მიღება არ მოხდება.
ორი ცვლილება, რომელიც ინიცირებულია და პარლამენტშია განსახილველად ამაზე თავად ბრძანა, რომ ეს ის საკითხებია, რომელზეც ვენეციის კომისია როგორც წესი არ ერთვება ხოლმე, იმიტომ რომ მიმდინარე კონკრეტული საკითხების გადაწყვეტაა, თუმცა ამ პროექტებთან დაკავშირებით მისი მოსაზრებები მოვისმინე და ისინი არ არის უარყოფითი, მეც ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ თავად განაცხადებს ჩათვლილი საჭიროდ. ჩვენ ამ პროცესში ჩავრთავთ არა მხოლოდ საპარლამენტო ძალებს, არამედ პარლამენტს გარეთ პოლიტიკურ ძალებს, საზოგადოებრივ ორგანიზაციებს. პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე კომენტარი გააკეთა დსთ-ში საქართველოს შესვლასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ საქართველოს ადგილი დსთ-ში არ არის და გავრცელებული მოსაზრებები, თითქოს და დაწყებულია მოლაპარაკებები საქართველოს ხელისუფლებასთან ამ საკითხზე სინამდვილეს არ შეესაბამება. დსთ-ში არ არის ჩემი ადგილი და კოალიცია ქართულ ოცნებაში არ არის ადგილი ვინმესი, ვინც შეიძლება ამ თემაზე პოზიტიურად ფიქრობდეს. რაც შეეხება იმ განცხადებებს, რომლებიც რუსულ პრესაში ვრცელდება, ამაზე კომენტირება ან მისი საფუძვლების და მიზნების ძიება, ეს არ არის ჩემი საქმე, ამას თქვენ უკეთ მოახერხებთ. დღესვე მორიგ შეხვედრას ვენეციის კომისიის თავმჯდომარე საპარლამენტო უმცირესობასთან გეგმავს. დიდი მადლობა თამთა ჯანაძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში. იუსტიციის მინისტრის ინიციატივით მართლმსაჯულების ხარვეზების დამდრენი კომისია ითქმება. კომისია დაადრენს, რამდენად სამართლიანად იყო განაჩენი გამოტანილი ამა თუ იმ საქმეზე. თია წოლუკიანის განმარტებით კომისიის წევრებსა და თავმჯდომარეს პარლამენტი დაადრენს მისი ინფორმაციით არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად უკვე შეიქმნა კანონპროექტი, რომელსაც მთავრობის სხდომაზე განიხილავენ. ჩვენმა მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, რომ დასაშვებობის კრიტერიუმები იქნება ძალიან მკაცრი, იმისათვის, რომ კომისიამ შეძლოს ეფექტიანი საქმიანობა. მაგალითად, ჩამორთმეული საკუთრების საქმეებზე ჩვენ ვარაუდობთ, რომ დავიზღირებულება უნდა აღემატებოდეს 100,000 ლარს და ასეთ შემთხვევაში კომისია განიხილავს მოცემულ საქმეს. მიკროავტობუსების დაფიცული ბრძოლების შესაძლოა სამსახურის გარეშე დარჩნენ. კომპანია თბილისის მიკროავტობუსის საჯანმრთელო განცხადებას ავრცელებს. კომპანია დაფიცულებს 3 დღის ვადას აძლევს, შემდეგ კი მათთვის კონტრაქტების დაუქმებას აპირებს. დაფიცული ბრძოლები ამ წუთებში ისევ მერიის წინ არიან შეყრებილი, რაც იმოქმედებენ ისინი კომპანიის საპასუხოდ ამას ნუცა აბაშიძისგან შევიტყოთ მეტი შედახსენებთ, უკვე მე-8 დღეა დედაქალაქში გადაადგილება შეფერხებულია, ალტერნატიული ტრანსპორტი კი გადატვირთული მოცადისმეთ. მიკროავტობუსების მძღოლების გაფიცვასთან დაკავშირებით დღეს განცხადება გააკეთა კომპანია თბილისის მიკროავტობუსის დირექტორმა, როგორც გიგლა ჯაბიშვილმა განაცხადა, ორდღიანი მოლაპარაკებების მსვლელობისას ისინი მზად იყვნენ დაეკმაყოფილებინათ ყველა მძღოლების მოთხოვნა, გარდა ერთისა. ეს მოთხოვნა არის ყოველდღიური ფიქსირებული გადასახადის 20 ლარამდე დაწევა. ჯაბიშვილის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ კომპანია ამ მოთხოვნას დააკმაყოფილებს, მძღოლების შემოსავალი გაიზრდება დაახლოებით 300-600 ლარით, რაც კომპანიისთვის სერიოზულ ფინანსურ ზარალს შექმნის. ამასთან დაკავშირებით, ჯაბიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით კომენტარი მძღოლებმაც გააკეთეს. ჩვენ შეგვიძლია ახლა მათი კომენტარები მოვისმინოთ. ნებითი პოლიტიკით საქმე არ გაკეთდება. თუ არ შედგა კონსენსუსი ერთმანეთთან მოლაპარაკებით, ცოტათი აი ეს ხალხი საზოგადოებას ვემსახურებო ვიძახით. ეს ხალხი საზოგადოების ნაწილი არ არის? ამათ ოჯახები არა? ის თუ დაზარალდება, ერთი კომპანია დაზარალდება, მთელი ეს საზოგადოება დაზარალდება, მთელი ეს ქართველი ხალხი. საფინანსოს მიმართეთ და შემოვლენ და დაითვლიან. ჩვენ ფული მოტანილი გვაქვს. ეს ფული დაითვალონ საწავიდა ეს ფული კაცო. წელიწადში 225 მილიონი ფული გვაქვს შეტანილი. ხელშეკრულებაში 100 მილიონი აქვს. აი ამ საქმეში 100 მილიონი აქვს ჩადებული. ბოლომდე რას ყიდიდნენ ასეთ რომ ერთ წელიწადში ამხელა ფული ამოიღონ კაცო. ხო ამოიღეს ეს ფული. კომპანიის ხელმძღვანელობა მზად არის 3 დღის განმავლობაში კიდევ აწარმოოს აქტიური მოლაპარაკებები ეგრეთ წოდებულ გაფიცულ მძღოლებთან წინააღმდეგ შემთხვევაში თბილისის მიკროავტობუსი იძულებული იქნება გააუქმოს იჯარის ხელშეკრულება მოიჯარენ მძღოლებთან და გამოაცხადოს კონკურსი, რის შედეგადაც მოხდება ახალი მძღოლების შერჩევა. ჩვენ ვითვალისწინებთ დედაქალაქის მოსახლეობის მოთხოვნას და ვერ დაუშვებთ, რომ თბილისი იყოს პარალიზებულ მდგომარეობაში.
მიკროავტობუსების მძღოლების საპროტესტო აქცია 3 საათზე განახლდა თბილისის მერიასთან. მძღოლები ქალაქის მერთან შეხვედრას ითხოვენ. ისინი მას 2 საათიან დროს აძლევენ. თუ ის 2 საათის განმავლობაში ქალაქის მერი მძღოლებს არ შეხვდება, ისინი უფრო მასშტაბური აქციებით იმუქრებიან. კვლავაც ჟღერდება მოთხოვნა უგულავასთან შეხვედრისა, რაც ამ პერიოდის განმავლობაში იყო სახეზე, მაგრამ 2 საათიანი ულტიმატუმი ეძლევა გიგი უგულავას, რათა თავი დაანებოს გართობას და ჩუქენობას და ამის მაგიერ კეთილინებას შეხვდეს მძღოლებს და მძღოლებთან გაარკვიოს მათი პრობლემები და გადაჭრას ეს პრობლემები. თორემ წინათა შემთხვევაში გაფიცვაც გაგრძელდება და საბოლოო ჯამში პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობას დაეკისრება გიგი უგულავას. მე მოუწოდებ თბილისის მიკროავტობუსის ხელმძღვანელობას გამოვიდნენ მდგომარეობიდან, რეალობას შეხედონ თვალებში. უგულავა მათ ვერც დაიცავს და ვერც უშვებს. დაშინება, რასაც ისინი დღეს დილიდან ახორციელებენ, არის სისხლის სამართლის დანაშაული. მე მივმართავ საქართველოს მთავარ პროკურატურას დაინტერესდეს აღნიშნული ფაქტებით და სამართლებრივ პასუხისმგებაში იყოს მიცემული ყველა ის პირი, რომელიც ზეწოლას ახორციელებს. შეგახსენებთ, რომ უკვე მე-6 დღეა დედაქალაქში ყვითელი მიკროავტობუსები არ მოძრაობენ. მძღოლები გაფიცულები არიან და თავიანთი მოთხოვნების დაკმაყოფილებას ითხოვენ. ისინი კვლავ იმ აზრზე რჩებიან, რომ თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, გაფიცვას არ შეწყვეტენ. დიდი მადლობა ნუცანუცა აბაშიძე გვერდებოდა პირდაპირ ეთერში. საერთაშორისო ორგანიზაცია რეპორტერების საზღვრებს დარაში 2013 წლის პრესის თავისუფლების ინდექსს აქვეყნებს. ამ დარიში საქართველოს მაჩვენებელი 4 საფეხურით გაუმჯობესდა და მე-100 ადგილზეა. ამონარიდი დასკვნიდან საქართველოს, მოლდოვას, სომხეთსა და ყირგიზეთს მიუხედავად ინდექსის მაჩვენებელში ფართო სხვაობისა, ბევრი საერთო აქვს. ამ ქვეყნებში არსებობს მედიის პლურალიზმი და დაბალი სახელმწიფოებრივი ცენზურა. თუმცა ისინი კვლავ აწყდებიან მნიშვნელოვან პრობლემებს, რაც ინფორმაციის მასობრივი საშუალებების დამოუკიდებლობასა და ჟურნალისტების სამუშაო გარემოს ეხება. ჟურნალისტები ხშირად არიან ცეცხლის ხაზზე, მაღალ პოლარიზებულ საზოგადოებაში და მრავალფეროვანი გავლენიანი ჯგუფები მათ როგორც ადვილად მოსაპოვებელ ნადავლს ისე ეპყრობიან. ნათქვამია ორგანიზაციას რეპორტერების საზღვრებს გარეშე დასკვნაში. იუსტიციის სამინისტრო საკანონმდებლო მაცნეს ახალი ხელმძღვანელი ყავს. ჯონი კვინიტაძე საზოგადოებას დღეს იუსტიციის მინისტრმა წარუდგინა. საკანონმდებლო მაცნე მომხმარებელ სიახლეს თავაზობს კანონების კოდიფიცირებული ვერსიები, რომლებიც საიტზეა განთავსებული ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომი და უფასო ხდება. დღემდე მისი ნახვა ან ჩამოტვირთვა მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებელს შეეძლო. ფასიანი სერვისის წლიური ღირებულება კი დაახლოებით 280 ლარს შეადგენდა. მას აქვს მიღებული დავალება, რომ საკანონმდებლო მაცნეს მიუჩინოს ის ღირსეული ადგილი, რომელიც ამ სიბს ეკუთვნის, რომ მან გააერთიანოს ის ორად გახლეჩილი კოლექტივი, რომელიც მემკვიდრეობად მერგო საკანონმდებლო მაცნეში, კოლექტივი დაყოფილი თაობების მიხედვით, დაყოფილი იმის და მიხედვით თუ ვინ რას ფიქრობს პოლიტიკური კუთხით, თუ საქმისადმი მიდგომით, კოლექტივი უნდა გაერთიანდეს და საკანონმდებლო მაცნეს, თუნდაც იმ სივრცის მხრივ, რაც მას უჭირავს დღეს პროკურატურის შენობაში, უნდა მიეჩინოს ღირსეული დაწესებულების ადგილი. ვაცნობიერებ პასუხისმგებლობას. მე უკვე მქონდა რამდენიმე კვირის განმავლობაში კოლექტივთან მუშაობის საშუალება და ჩემი აზრით ეს პრობლემები გამომდინარეობდა მცდელობიდან, რომ მომხდარიყო პოლიტიზება ამ ორგანოში, რაც დაუშვებელია. მთავარი სახასიათო ნიშანი საკანონმდებლო მაცნესი უნდა იყოს მიუკერძოებლობა და პროფესიონალიზმი და ეს ასეც იქნება. ჯანდაცვის სამინისტრო ჯანდაცვის უნივერსალურ სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში საავადმყოფოების გადატვირთვას ან სხვა სახის პრობლემებს გამორიცხავს. დავით სერგენკო აცხადებს, რომ ჯანდაცვის უნივერსალური სისტემა თავის დადებით მხარეებს და რისკებს მოიცავს, რაც იმაში მდგომარეობს, რომ ჯანდაცვის დაწესებულებები პაციენტთა მომატებულ ნაკადებს დაუმკლავდეს. გარდა ამისა, მინისტრი დღეს აცხადებს, რომ პირველადი ჯანდაცვის პაკეტით 2 მილიონზე მეტი მოქალაქე ისარგებლებს. საყოველთაო დაზღვევის სისტემა თებერვლის ბოლოსთვის ამოქმედდება. პირველ ნაბიჯზე არანაირი მოსალოდნელი არ არის, რომ გაიზარდოს სასწრაფო დახმარების გამოძახებების სიხშირე, გაიზარდოს მიმართვიანობა სამედიცინო დაწესებულებებში და ჩამოყალიბდეს ესეთი რაღაც ავრალური მდგომარეობა. ზემოთ აღწერილი მიზეზების გამო, რომელიც მე ვეცადე, რომ შეხვედრის ფორმატი არ გადამეტვირთა და ამიტომ მხოლოდ თეზისების სახით მოგახსენეთ, არ არის მოსალოდნელი ესეთი რაღაც
განსაკუთრებული შემთხვევებით ებრაულის პროექტის დაწყებისთვის. თუმცა რა თქმა უნდა ჩვენ მზად ვართ, ჯანდაცვის სამინისტრო მზად არის იმისთვის, რომ ეფექტური და ზუსტი მონიტორინგი განახორციელოს მთელი ქართული სახელმწიფოს მასშტაბით ამ ახალი პროექტის დაწყების ეფექტურობაზე. თუმცა როგორც მოგახსენეთ, ეს რისკები არ მოიაზრება. ანუ კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გაუსვა, იმიტომ რომ ვთვლი, რომ ეს თემა მნიშვნელოვანი არის. სასწრაფო დახმარების სადგურები. ახალი დაზღვევა მათ სამუშაოს, ასე ვთქვათ, არ უმატებს. საგარეო საქმეთა მინისტრი ვიზიტით ესტონეთში იმყოფება. მაია ფანჯიტიძე უკვე შეხვდა თავის როლერ და შეხვედრა რამდენიმე საათის განმავლობაში გარძელდა და საუბარი ძირითადად ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დაღმავებას შეეხო. დღესვე გაიმართება შეხვედრა ესტონეთის პრემიერ-მინისტრთანაც. ხოლმე მაია ფანჯიტიძე ესტონეთის პრეზიდენტს შეხვდება. დავით არახვალიძემ წყნეთში ჩასახლებული დევნილი მოსახლეობა მოინახულა. დევნილებმა ძირითად პრობლემად ელექტროენერგიის საერთო მრიცხველების საცხოვრებელი ფართის დაკანონება, კანალიზაციის მილების მოწესრიგება და ელექტროენერგიის საფასურის დავალიანება დაასახელეს. მინისტრის განცხადებით ინდივიდუალურ გამრიცხველიანებასთან დაკავშირებით საკითხის მოგვარება დაწყებულია. სამინისტრო ასევე შუამდროვლობს დევნილებს, რომ დაგროვილი ელექტროენერგიის საფასურის დადანაწილება მოხდეს. ძალიან ბევრი საკითხია ისეთი, რომელიც ითხოვს სერიოზულ ყურადღებას, სერიოზულ შრომას, მათ შორის სხვადასხვა უწყებების მიმართ საკითხების დაყენებას და ასე შემდეგ და მე შევპირდი აქ დევნილებს და ყველაფერს ვიღონები იმისათვის, რომ ეს საკითხები დავძრა და მოუგვარო. წლების განმავლობაში პირველია, როდესაც ჩვენთან მინისტრი მოვიდა, გავაცანი ჩვენი თითოეული პრობლემა და გვაქვს მოგვარების იმედი. ეს არის მართლაც პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს ტოლვილთა მინისტრი მოვიდა ტოლვილებთან უშუალოდ შეხვედრაზე და ადგილზე მოისმინა მათი პრობლემები. ჩვენ გვაქვს იმედი, რომ ამ პრობლემებს დაადგება საშუალება და რაღაცა მოგვარდება. განსაკუთრებულად ბევრი პრობლემები აქვს დაგროვილი, ვართ 5000-მდე დევნილი. სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს ეკონომიკის მინისტრი შეხვდა. გიორგი კვირიკაშვილთან საუბარში არციის მონაწილეებმა კიდევ ერთხელ მოითხოვეს მათ მიერ უკანონო დაკავებული რკინიგზის საავადმყოფოს ყოფილი შენობის გადაცემა. მინისტრი მათ არსებული კანონმდებლობის ფარგლებში საკითხის ინდივიდუალურად შესწავლას დაპირდა. კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ არციის მონაწილეებმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შენობა დატოვეს. გარემოს დაცვის მინისტრი USAID-ის მისიის ხელმძღვანელს ხვდება. მათ განიხილეს USAID-ის მიერ დაფინანსებული 4 წლიანი პროგრამა ბუნებრივი რესურსების ინტეგრირებული მართვა საქართველოს წყალშემკრებ აუზებში. პროგრამის მიზანია მდინარეების აუზების ინტეგრირებული მართვის გეგმების პრაქტიკული სანიმუშო მოდელების შემუშავება საპილოტო ტერიტორიებზე და ამ მოდელების განვრცობა მთელ საქართველოში. პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს საზოგადოების ცნობიერების ზრდას წყალშემკრები აუზების მართვაზე. შეხვედრა გაიმართა USAID-ის მისიის ხელმძღვანელთან, ბატონ სტივენ ჰეიკინთან, ასევე USAID-ის დაფინანსებით მიმდინარე ერთ-ერთი პროექტის, ძალიან საინტერესო პროექტის ხელმძღვანელობასთან. ვისაუბრეთ პროექტის მიმდინარეობაზე, მის მოსალოდნელ შედეგებზე, იმაზე თუ ვთქვათ, როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ეს პროექტი უკეთ. ჩვენი პროექტი დაფინანსებული არის ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ. არის 4 წლიანი პროგრამა. საერთო მოცულობა ამ პროგრამის არის 6 მილიონი აშშ დოლარი და მას ახორციელებს კონსორციუმი, რომელსაც ხელმძღვანელობს ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტი. იცოდე ვის და რისთვის სირჩევ. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალმა სამტრედიაში დამოუკიდებელი პროექტის პრეზენტაცია მოაწყო. პრეზენტაციას სამტრედიის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა, საოლქო საარჩევნო კომისიის წევრები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე პროექტის საბოლოო ანგარიში წარმოადგინეს, მიღებული შედეგები და რეკომენდაციები პაკეტის საარჩევნო გარემოს დასაუმჯობესებლად. პროექტი დაფინანსებულია შეერთებული შტატების საელჩოს დემოკრატიის განვითარების მცირე საგრანტო პროგრამის მიერ. ჩვენ წარმოვადგინეთ ჩვენს მიერ განხორციელებული აქტივობები.
და მიღებული შედეგები და ასევე ჩვენს მიერ საბოლოო ანგარიში, რომელშიც შესული არის აგრეთვე ჩვენს მიერ განხორციელებული კვლევა მოქალაქეთა ინფორმირებულობის და ჩართულობის დონის. საბოლოო ჯამში რაც რეკომენდაციებია მომზადებული, სწორედ მიზნად ისახავთ იმას, რომ მინერდა წესად საარჩევნო წელია, გაიზრდა საარჩევნო წელია და ზოგადად ყველა წელი საარჩევნოა საქართველოში, ამიტომ რომ ერთხელ და სამუდამოდ იყოს ესეთი საარჩევნო კოდექსი მიღებული და ზოგადად კანონმდებლობა, რომელიც საარჩევნოებს არეგულირებს, უბრალოდ უფრო კარგ დემოკრატიულ და თანაბარ ხელმისაწვდომ გარემოში ხდებოდა სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებს. საგანგებო მიმართო ბიძინა ივანიშვილს კოალიცია ქართული ოცნების ზუგდიდის საარჩევნო შტაბის წევრი ვახტანგ ფარცვანია პრემიერს წერილს უგზავნის და მოუწოდებს ზუგდიდში არსებული საკადრო პოლიტიკით დაინტერესდეს. ფარცვანიას განცხადებით რეგიონში არაპროფესიონალი კადრები დაინიშნა, რაც იმედს ულახავს კოალიციის ლიდერს. ფარცვანია უახლოეს დღეებში პრემიერთან შეხვედრას და მისთვის რეგიონში არსებული ცვლილებების დაცნობას გეგმავს. როდის დამთავრდება საქართველოში, კერძოდ სამეგრელოში, უფრო კონკრეტულად ზუგდიდში, უწიგნურთა, უღირსთა, ცრუთა და ყრუთა პარპაში პოლიტიკაში. აი ეს გვაინტერესებს. მინდა გითხრათ, რომ არანაირი პრეტენზია არ გამაჩნია ხელისუფლებაში მოსვლის, თანამდებობის დაკავების. მე მაგ ერთადერთი პრეტენზია დამთავრდეს უზნეობა, პოლიტიკური უზნეობა, პოლიტიკური განუკითხაობა საქართველოში. ქუთაისში შესაძლო ხორცის ფასმა მოიმატოს ინფორმაციას ამის შესახებ ხორცით მოვაჭრეები ავრცელებენ ამერიდან მსხვილფეხა საქონლის დარგვა სპეციალურ სასაკლაოზე უნდა მოხდეს, რაც გარკვეულ თანხებთან არის დაკავშირებული. ხორცით მოვაჭრეებმა აქცია დღეს ქალაქის მერიასთან გამართეს. პრობლემის მოგვარების მიზნით ისინი სურსათის უნებლობის სამსახურის თანამშრომლებსაც შეხვდნენ, თუმცა შეხვედრა კონკრეტული შეთანხმების გარეშე დასრულდა. აქციას თავისუფალი საქართველოს იმერეთის ხელმძღვანელი ჩეუვერთა რური წოლაიას თქმით, პირუტყვის სპეციალურ სასაკლაოზე დაკლის აუცილებლობა კონკრეტული ადამიანების ინტერესებს ემსახურება. სოფლებში არ მოუწესრიგებიათ, ვეტექიმი არ აყავთ, ნომერი პირველი ფორმის გამცემი არ აყავთ, ამცრელი არ აყავთ და ვეთფერშალი არ აყავთ. და ბოში არ დაბადებულო და აკვანს ამზადებს, ბოის აფერ ამზადებს, საგანად თუ სოფელში არ მოგვარდა და უნდა წავიდე რაიონში, უნდა გადავიხადო თანხები, ტრანსპორტირება ძვირიჯდება, ჩამოყვანა რო ჩამოიყვან კიდე დაკვრას ფული, ეს გამოიწვევს ხორცის ზრდას. ფასების ზრდას. ეს აჩეს იმის ელჩ, რომ ეს არის საბოტაჟი, ეს გამოიწვევს საქონლის ხორცის გაძვირებას, ეს გამოიწვევს უკმაყოფილებას და მე ვთვლი, რომ კანონი თუ სრულდება, უნდა ასრულოს მთლიანად. დღეს კოალიცია ქართული ოცნების ხაშურის ოფისის 70-მდე წევრმა ხვალდაგეგმილი პარტია ქართული ოცნების კონფერენციის გადადების მოთხოვნით პარტიის თავმჯდომარის ვანანა კობახიძის სახელზე მიმართვა გაავრცელა. კოალიციის წევრებისთვის მიუღებელია რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის თანამდებობაზე მალხაზ ლომსაძის კანდიდატურა. მათი თქმით, ეს გადაწყვეტილება ხაშურის მაჟორიტარმა დეპუტატმა ვალერი გელაშვილმა ერთპიროვნულად მიიღო. კოალიციის წევრების თქმით, მათ თავად ლომსაძემ განუცხადა, რომ ხვალ ისინი კონფერენციაზე არ დაიშვებიან. ლომსაძემ აღნიშნული ბრალდება უარყო მისი განმარტებით აღნიშნულ თანამდებობაზე მისი კანდიდატურის შესახებ გადაწყვეტილება თანფუძნებელი კრების 60 წევრმა მიიღო. და მოწვევა ისეთი ადამიანებისა, რომლებსაც ქართული ოცნების აქტივისტები პარტიის და სხვადასხვა ეს პარტიის თავმჯდომარის კანდიდატურაც, რომელიც დაასახელა ჩვენმა დეპუტატმა, არ არის მისაღები უმეტესი ნაწილისთვის. იმიტომ რომ მას არ მიუძღვის ის წვლილი, რაც მიუძღვის სხვა ადამიანები. ხარ მოხდებოდი დაკმაყოფილება, მე თვითონ გენოშის საუბრებას უნდა თანამდებობაზე დანიშნოს. თანამდებობაზე გამგებელს და მის მოძრაობებს და შემდეგ ნიშნავს უკვე თვითონ გამგებელს ირჩევს საკრებულო, არის ეს პროცედურული წესი, რაც არის კანონი მაგათობა. და სხვა და არჩევს უკვე ნიშნავს ბრძანებულებით უკვე გამგებელი და ვერ მივიდნენ ამ დასწრაფად ხალხო. ღიაცის თვეში კიდევ ერთი ოჯახი დარჩა წყალტუბოს რაიონის სოფელ ზარაჩი ჩამოწოლილი მეწყერის გამო სახლი ჩამოინგრა. ნგრევის შედეგად წოწენიძეების 6 სულიან ოჯახში არავინ დაშავებულა. შემთხვევა რამდენისას 6 საათზე მოხდა. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა საღარეიშვილი, რომლის განცხადებით წოწენიძეების ალტერნატიული ფართით უზრუნველყოფა ამ ეტაპზე ვერ მოხერხდება. დაზარალებულ ოჯახს მხოლოდ ერთჯერადი დახმარება გადაეცემა. დაზარალებულების საკითხის მოგვარებამდე ნათესავებთან ცხოვრებას აპირებენ. ამიწის რუსოს აბოლოს ამიწის რა იყო იმაგან ნამეტანეში არყია რა მდგომარეობა და ნამეტანი მოსუსტა რა ფაქტიურად სახლი და დილას უკვე 6 საათი იყო ფაქტიურად ცვენა იყო რა ზემოდან
ჯგუფების ჩვენა იყო თავისთავად და 1000 ლარის ფარგლებში შეგვიძლია დავეხმართ, მაგრამ ახლა აღწერას ვაკეთებთ და გვინდა რომ მთავრობას გადავუგზავნოთ ეს ყველაფერი, რომ სტიქით აზარალებლებს როგორც კახეთში, ისევე იმერეთშიც რომ დაეხმაროთ. ეს იყო ჩემს ხელთ არსებული ბოლო ინფორმაცია ახალი ამბებით ეთერში ჩვენ 4-ზე დაბრუნდებით. დაკავებით.